გასვლიანი დილა ათენში. რადგან მეწავაგე ჯეირანში და ბორანით მიწევს გამგზავრება, პირველ რიგში გავედი ბილეთის საყიდლად. ბორანი პირეოსის სპორტიდან გადის. პირეოსის ისტორია ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში იწყება როგორც ათენის პორტი. ახლა ის მგზავრების სიმრავლით მეხუთე პორტია ევროპაში. თუ აქ მოხვდებით, შეგიძლიათ ესტუმროთ არქეოლოგიურ მუზეუმს, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას და გაისეირნოთ პარკებსა და სანაპიროებზე. Yaso. დადგა ჩვენი ამ ბორანზე ასვლის დრო. ჯერ იმას გეტყვით, რომ ათენის ცენტრიდან უფრო სწორად აქამდე სადღაც 20-25 წუთი დაგჭირდებათ პირდაპირ მატარებლით მოხოთ ძალიან კომფორტულად. რაც შეეხება ამ ბორანს, გასვლის დრო არის ზუსტად 9 საათი, საღამოს 9 საათი, მაგრამ 3 საათით ადრე უკვე იხსნება კარი და შეგიძლიათ აბრძანდეთ, იმიტომ რომ გარდა ხალხისა მას გადაყავს მანქანებით დიდი ტექნიკა და ასე შემდეგ. ბილეთი, რომელიც მე შევიძინე, ღირს 60 евро. ეს არის 4 ადგილიანი კაიუტა ფანჯრის გარეშე. მაინც ვიფიქრე, რადგან ღამე უნდა ვიმგზავროთ 9 საათიანი გზამლის წინ. აქედან გამომდინარე, ხედი მაინც არანაირი არ იქნებოდა და პლუს 20 евро აღარ დავამატე იმისთვის, რომ ფანჯრიანი კაიუტა მქონოდა. არის კიდევ სხვადასხვა განთავსების ტიპები, რომელსაც აუცილებლად ერთად დავათვალიერებთ. წავედით. კაიუტა ნომერ 70, 50. აიმე რა მაგარია. როგორც მატარებელში ისეა, მაგრამ უფრო დიდი სივრცეა და უფრო კარგად გამოიყურება. მოდი. აბა იქ ნახოთ იქ კარში რა არის. და აქ რა ხდება. საპირფარეშო. წლის გადასავლებიც არის. ახლა ჩავატაროთ ბორანის ტური. ყველაზე დაბალბიუჯეტური ადგილები გარე სივრცეშია, სადაც ზამთარში ძალიან ცივა. მათი ფასი 28 ევროა. შემდეგი კატეგორია ლაუნჯია, რომელიც 35 евро ღირს. შემდეგ კომფორტული სკამები ტელევიზორით 48 евро. არის ჩემნაირი კაიუტა და კიდევ კაიუტა ფანჯრით, რომლის ფასიც არის 80 евро. ორადგილიანი აპარტამენტები 180-210 евро. სამწუხაროდ, ამ კაიუტების ნახვა ვერ მოვახერხეთ. ფასები მერყეობს სეზონის მიხედვით. აქვე არის ბარი, სადაც შეგიძლიათ ივახშმოთ, ან რამე დალიოთ. ბარში საკმაოდ მისაღები ფასია. ინტერნეტი შეგიძლიათ შეიძინოთ. მისი ფასი 2 евро არის 1 საათი. მე მგონი ეს უკვე ბოლო მანქანაა და გავალთ იმედია, იმიტომ რომ უკვე 10 წუთით ვაგვიანებთ გასვლას. დაიქოქა ჩვენი ბორანი და საკმაოდ საგრძნობლად კანკალებს. დავიძარით. აიმე რა საინტერესოა. ესე იგი გვაქვს გასავლელი 330 კილომეტრი და ამისთვის გვაქვს 9 საათი დრო. მე მგონი ძალიან ნელა ივლის, ალბათ. ძალიან მაინტერესებს თუ დამეძინება დღეს. ან როგორი შეგრძნება იქნება. კარგად, ათენო, კარგად. ალექსი სავარაუდოდ უკვე ჩაფრინდა კიდევაც, დაბინავდა კიდევაც და ალბათ ზინავს გემრიელად. არა, უშუშ ჩვენ სამაგიეროდ უფრო მეტი თავგადასავალი გვაქვს. ეს ასე უნდა კანკალებდეს. ნორმალურია ნეტავეს. Always follow the instructions given by the crew and over the public address system of the ship.
კუნძულზე არ დავეცემი ღამე. ენა გრძელდება დაახლოებით საბოლოოდ და რაღაც 50 წუთამდე. ცოტა ხნით დავფრინდით და უკვე გამოაცხადეს რომ მალე დავიწყებ დაშვებას. მე ძალიან მალე ჩავალ, ისა კიდე უნდა იაროს მთელი ღამე, დაახლოებით 9 საათი ორანი. და ხოთიას როგორ ხასიათდება. ჩამოვედით. ძალიან ცუდად მეძინა. შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის არ მძინებია, იმიტომ რომ 3 წამში ერთხელ რო იწყებდა ეს ჩემი საწოლი მეორე სართულზე ძაგძაგს, აი ასე იყო საშინელება. თან ძალიან ცხელოდა. თან უხაერობა იყო. არ ვიცი, მე ალბათ რეკომენდაციას ვერ გავუწევ ყოველ შემთხვევაში ამ კომპანიის წარმომადგენლებს. ჩვენთან ერთად კაიუტაში იყო გოგო. გვითხრა რომ არის გემების ინჟინერი და ასეც პირველად ვხედავო. ანუ ასე არ უნდა დადიოდეს ეს საწოლები კაიუტაში და ასე არ უნდა ხვაურობდესო. აიმე, ახლა უკვე სასტუმროსკენ წავალთ. ალექსას რა ენაღვლება? უნდა გავაღვიძოთ. წავედით. კარგია? კარგია? კრეტა არის სიდიდით მეხუთე კუნძული ხმელთაშუა ზღვაში და ყველაზე დიდი საბერძნეთში. მისი მოსახლეობა თითქმის 625,000-ია. კრეტას მთავარი ქალაქებია ხანია, ჰერაკლიონი და რეტიმნონი. კუნძულის სახელის გაგონებაზე ეგრევე გვახსენდება საოცარი სანაპიროები და, რა თქმა უნდა, ზევსი, რომელიც ამ კუნძულზეა დაბადებული. ახლა მოგესალმებით ქალაქ ჰერაკლიონიდან, იგივე ირაკლიოდან, რომელიც არის კუნძული კრეტას დედაქალაქი და ამავდროულად ყველაზე დიდი ქალაქი კუნძულზე. ქალაქი და პორტი. ქალაქს სახელი დაერქვა ლეგენდარული გმირის ჰერაკლეს საპატივცემლოდ და მართლაც ისტორია ამ ქალაქის მართლაც გმირობის მაგალითია. როდესაც თურქებმა გააწყვეტეს კუნძული კრეტის დაპყრობა, 21 წელი ჰქონდათ ალყა ქალაქზე. 21 წელი. ანუ ფაქტობრივად ბავშვები გაიზარდნენ ამ ომში. ხო, მთელი ცხოვრება გაატარეს, ანუ ერთი თაობა. ისტორიას მსგავსი ხანგრძლივი ალყა არ ახსოვს და განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი გრძელდებოდა გადამულად უტევდნენ 22 თვეს. და ჯამში დაახლოებით 140,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ორივე მხრიდან აი ამ ხანგრძლივ ბრძოლას. პირველ რიგში უნდა ვიქირავთ მანქანა, რამე თუ ბევრი ადგილი გვაქვს კუნძულზე სანახავი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ გამოვა. სასტუმროსთან ახლოს ვიპოვეთ ეს კომპანია, რომელსაც არ სჭირდება არც დეპოზიტი და არც საკრედიტო ბარათი. მანქანის ფასი 4 დღით 180 ევროა, ყველანაირი დაზღვევით. Inside the town, the speed limit is 40, like in the most European countries, and also inside the villages, also 40 kilometers max. That when you start the car, you will not hear any engine sound because first the battery works, and when it's necessary, the engine will run. I mean the benzene engine, okay? სანამ ქალაქგარეთ გავალთ, ვესტუმრებით ერთ-ერთ მუზეუმს. ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი ყველაზე დიდი მუზეუმია საბერძნეთში და ყველაზე შთამბეჭდავი თავისი მინოსური არტ-ხელოვნებით. აქ შეგიძლიათ ნახოთ უმთავრესი აღმოჩენები კნოსოსის სასახლიდან.
სწორედ აქ ინახება ფესტოს დისკი, რომელიც თარიღდება მეორე 1000 წლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ის აღმოაჩინეს 1908 წელს უძველესი ქალაქის ფესტოსის ტერიტორიაზე. მისი დანიშნულება და შინაარსი დღემდე იდუმალებითაა მოცული და აღმოჩენიდან დღემდე ყურადღების ცენტრშია. დავიწყეთ ჩვენი გემრიელი და ნამდვილი მოგზაურობა კრეტაზე. რა თქმა უნდა, პირველი ადგილი, რასაც ვესტუმრეთ, არის კნოსოსის ქალაქი. ეს იყო ალექსას დიდი სურვილი და ოცნება, რომ აქ მოხვედრილიყო, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად კრეტას აკროპოლისი. ეს არის უძველესი ქალაქი, რომელიც მინოსის კულტურას მიეკუთვნება და არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ადგილი. და რაც ყოველთავარი გამოკვლეული ერთია, იმდენად ძველია, აი მართლა რომ გავიაზროთ, ძალიან ბევრი პირამიდა ჯერ აშენებული არ არის, როცა ესე ყველაზე არ ვიძახი. ანუ ეს არის ზოგადად კრეტა ითვლება ზოგადად ევროპული ცივილიზაციის აკვნად. მინოსის კულტურა, მანამდელი კულტურა, გვიანდელი ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-17, მე-18, მე-16, მე-15 საუკუნეებში, ანუ 3500, 4000 წლის წინათ აქ სიცოცხლე ყვაობდა და მე რამ ასე ვთქვათ მიყურებს და ჩემ ემოციებს თვალბოლომდე ვერ იგებს ხანდახან ისტორიკოსებს ცოტა გვაქვს ხოლმე ჭკუა გადმოვრუნებული. ანუ წიგნებში რასაც ვსწავლობთ, ან მე რასაც ვასწავლობდი ბავშვი როცა მასწავლებელი ვიყავი. აი რაღაცა კნოსოსი, იქ ძველი ქალაქი, აი აქ რო მოდიხარ უყურებ აი ამ სიმეტრიულ ქუჩებს და ეხები ამ ყველაფერს მარტო ისტორიის შეხება არის, როცა ხედავ რა ინფრასტრუქტურა არსებობდა და რა ცოდნა ჰქონდათ. მაშინ, როდესაც მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ჯერ მხოლოდ ნადირობს შემგროვებლობაზეა და ზოგიერთი ხალხი იწყებს მიწათმოქმედებას. ანუ ეს ბრინჯაოს ხანის პერიოდზე გვაქვს საუბარი და ამიტომ ვარ ძალიან აღფრთოვანებული აი ამ ყველაფრით, რასაც ახლა უყურებთ. საით გადავინაცვლოთ. მოდი დავათვალიეროთ ყველაფერი. ნაწილი სხვათა შორის არის აღდგენილი, ნაწილობრივ რეპლიკა, მაგრამ ძირითადად არის ძალიან კარგად კონსერვირებული და ვისურვებდი, რომ ჩვენთანაც მსგავსად აკეთებდნენ კონსერვაციას. აი ეს გზა, რასაც უბრალოდ ქუჩა არის დაახლოებით 3800-3900 წლის წინ დაგებული და დღემდე არის შემორჩენილი და არა მხოლოდ ქუჩა, არამედ ინფრასტრუქტურა, აკვედუკი, კანალიზაცია, წყლის სისტემა, როგორი სიმეტრია და არის და ჩემს აღფრთოვანებას იწვევს ერთი რაც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ დაახლოებით მე-14-მე-15 საუკუნეში მინოსის ცივილიზაცია ნადგურდება. პირველი რა თქმა უნდა ეს იყო აქაველების შემოსევა, შემდეგ იყო დიდი მიწისძვრა და ვულკანის აღორქმება სანტორინიზე და მერე საბოლოოდ დორიელების. სასახლის ფართობი 16000 კვადრატული მეტრია. ამ ტერიტორიაზე დიდი შიდა ეზო იყო 1300-მდე სათავსი, საზეიმო დარბაზები, ქალღმერთის ტაძარი, სახელოსნოები და მარნები. საზეიმო შენობების კედლები სხვადასხვა მოტივის მქონე ფრესკებით იყო მოხატული. მათ შორის ყველაზე ცნობილია მეფე ქურუმი, იგივე შროშანების პრინცი. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კნოსოსის სასახლე ცნობილია როგორც ლაბირინთი, რომელიც დედალოსმა კრეტას მეფე მინოსისათვის ააგო. მინოს ამ ლაბირინთში მინოტავრი ჰყავდა დამწყვდეული და მას ადამიანებით კვებავდა. თეზევსი იყო ის, ვინც ეს მინოტავრი დაამარცხა და ეს ზღაპარი როდია. ამით ნათქვამია, რომ ბერძნულმა კულტურამ განდევნა ფინიკიურ-კრეტული კულტი ადამიანის მსხვერპლად შეწირვა. კნოსოსი იმითაც არის საინტერესო, რომ არა მხოლოდ თქვათ მისი სიძველით და სხვა გამორჩეული არქიტექტურული შედევრებით, არამედ იმით, რომ დაახლოებით მე-17 საუკუნეში, როდესაც ამ ქალაქისთვის ჩავთვალოთ, რომ ეს არის ოქროს ხანა, მისი მოსახლეობა დაახლოებით იყო 5-დან 8000-მდე ადამიანი. 5-დან 8000 ადამიანამდე.
ეს არის ძალიან დიდი ციფრი მაშინდელისთვის და ჩვენ არ უნდა შევხედოთ დღევანდელი გადასახედნით, რომ დღეს არსებობს ათეულობით მილიონიანი ქალაქები. მაშინ ჩავთვალოთ, რომ ეს იყო მსოფლიოს ყველაზე დიდი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგაპოლისი. ეს ქალაქი და ზოგადად კრეტა და კნოსოსის, ფესტოსის და სხვა პოლისების სახელმწიფოები შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ევროპაში ყველაზე ძველი სახელმწიფოები. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კრეტას ვინც ეწევა, აუცილებლად უნდა შეხედოთ არა როგორც მხოლოდ კუნძულს, არამედ როგორც მხოლოდ რაღაცნაირად ადგილს საინტერესოდ დავისვენებთ, არამედ იმას, რომ შეეხოთ აი ამ ძალიან საინტერესო და უმაგრეს ისტორიას, რომელიც აქ არსებობს. მოვედით ფესტოში. ახლა ვიმყოფებით სოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ნაქალაქარში. და ეს ნაქალაქარი იმით არის ცნობილი, რომ გარდა იმისა, რომ ის იყო ამ მინოსური ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი და ერთ-ერთი ძლიერი პოლისი, აქ არის აღმოჩენილი ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც დღემდე ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ქალაქზე დიდხანს არ შევჩერდებით, რადგან კნოსოსზე უკვე ვისაუბრეთ და რაღაცით ის წააგავს მას. მაგრამ აქ თავარია რომ ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა რაც აქ არის დანახი ეს არის ფესტოსის ცნობილი დისკი რომელსაც უკვე 120 წელზე მეტია მეცნიერები ცდილობენ გაშიფრონ მაგრამ ბოლომდე პასუხი არ არის თუ რა ენაზე არის ამ დისკზე დატანილი ის რაც ჩანს ახლა თქვენს წინ ერთ-ერთი ვერსიით ეს შეიძლება იყოს ძველი ქართული. სანამ ამ ვერსიაზე ვილაპარაკებდით, მანამდე ძალიან ბევრმა ენათმეცნიერმა სცადა გაიშიფრა ბერძნული, სემიტური ენები, თუნდაც იგივე არამეული, ეგვიპტური, ფინიკიური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ 80-იან წლების ბოლოდან აქტიურად მუსირებს უკვე გაკავშირებენ ქართულ ენას. მათ შორის ეს არ არის მხოლოდ თანამედროვე მეცნიერების მოსაზრება, იგივე ჰუმბოლტი, სხვა მრავალი მეცნიერი, რომლებიც ჩაობდნენ ამ პერიოდზე, ისინი აკავშირებენ სწორედ, რომ ფესტოს დისკზე შესრულებული შესაძლოა იყოს ძველ ქართულ ენაზე და ძალიან ბევრი თანამედროვე მეცნიერი ცდილობს მეგრულის და სვანურის და ლაზურის დახმარებით გაშიფრონ ეს დისკი. როგორც კი ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს დიდი აღმოჩენა, ამას არაფერს არ ვამტკიცებთ, მაგრამ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ეს ქალაქი აშენებულია პელაზგების მიერ. პელაზგები, რომლებიც არ არიან ბერძნები, ისინი არიან წინარე ბერძნული ცივილიზაცია, ანუ იგივე მინოსური ცივილიზაცია და ძალიან ხშირად პელაზგებს აკავშირებენ მრავალ ხალხს, მათ შორის აკავშირებენ ქართველებთანაც. რაც არ უნდა ვთქვათ, ჩვენ ვერ დავიწყეთ მტკიცებას იმას, რაც დამტკიცებული ბოლომდე არ არის, მაგრამ ფაქტი ერთია, ეს ქალაქი, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ევროპაში და სახელმწიფოც, რომელიც სამწუხაროდ განადგურდა დაახლოებით მე-15-მე-14 საუკუნეში, თავისი წვლილი ამას შეიტანა ბერძნების შემოსევის, აქაველების და მოგვიანებით დორიელების, მაგრამ ერთ-ერთი ძლიერი დარტყმა მიიღეს 1450 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე მოხდა დიდი მიწისძვრა და ვულკანის ამოფრქვევა სანტორინიზე, რამაც ძალიან დააზიანა კუნძული კრეტა. ზეთისხილის ხე გამოცხადდა ბუნების ძეგლად, მისი ზომისა და ისტორიული დატვირთვის გამო. ადგილობრივები მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მანა ელიას, ანუ დედა ზეთისხილს უწოდებენ. მისი დიამეტრი ძირში 3 მეტრზე მეტია, ასაკი დაახლოებით გამოთვლილია და ეს ხე 2800 წლისაა. მას ულამაზესი ფართოდ გაშლილი ტოტები აქვს და ის გარშემორტყმულია 12 ქვით. ამ ქვებიდან 8-ზე ამოკვეთილია სხვადასხვა სიმბოლო. ერთ-ერთი მათგანი ორმაგი ცულია, რაც მინოელთა სიმბოლოა.
უცებ წვიმა წამოვიდა და იძულებული გავხდით უკან ჰერაკლიონში დავბრუნებულიყავით. გზად გადავწყვიტეთ ჩვეულებრივ ტავერნაში სავახშმოდ შევსულიყავით. აქ 4 ადამიანი სულ რაღაც 36 ევრო დაჯდა, რაც ძალიან იაფია. მოდით ძალიან უბრალო, მაგრამ ძალიან გემრიელ ადგილზე გავგემასპილდნენ და ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი და ბოლოს კომპლიმენტის სახით მოგვართვეს აქაური რახია. მოგეთ ძალიან გავრცელებული სასმელი, რომელსაც აქაური ვერსიით თუ დაუჯერებთ 300 წლის წინათ შეუქმნიათ ბერძნებს ანატოლიაში, ამიტომ თურქეთის ტერიტორიაზე სიტყვა თურქული წარმოშობის არისო. სინამდვილეში რახი მოდის სიტყვა არაყიდან, რაყი, რომელიც გვაქვს ჩვენს მთაში გავრცელებული და ზოგადად სინონიმია სერბებსაც და ბულგარელებსაც ყველას აქვს და ყველას პირდიან სასმელს ეძახიან რახის. აბა ჭაჭაა ჩვეულებრივი. მართლა. ვაგრძელებთ კრეტაზე მოგზაურობას. წინ გველოდება ულამაზესი სანაპიროები და ყოველწლიური ფესტივალი. ყველაზე ძველი ხე და ვარდისფერი ქვიშები.